გვაქვს რამდენიმე ვაშლი და რამდენიმე მსხალი. მათი საერთო წონა 2.2 კილოგრამია. ამასთან თითოეული ვაშლი 200 გრამს იწონის, თითოეული მსხალი 100 გრამს. რამდენი ვაშლი გვაქვს სულ, თუ ვაშლების რაოდენობა 4-ით ნაკლებია მსხლის რაოდენობაზე. ესე იგი, ავიღოთ ახლა ჩვენ აქ ვაშლი და მსხალი. ვაშლი არის 4-ით ნაკლები მსხლის რაოდენობაზე, ხო? ამიტომ მსხალი იყოს x + 4, ვაშლი x, ხო? ნაკლები აღვნიშნოთ x და x + 4. ვაშლი გავამრავლოთ თავის წონაზე, ესე იგი 200x. ეს არის ვაშლების ჯამური წონა. ამას დამატებული მსხლის ჯამური წონა არის 2.2 კილოგრამი, გრამებში 2200 გრამი. გავხსნათ ფრჩხილი. 200x დამატებული 100x დამატებული 400 არის 2200 ტოლ. 300x უდრის 1800-ს, x გამოდის 1800 გაყოფილი 300-ზე 6 ტოლი, ანუ ვაშლი გამოდის 6 და მსხალი გამოდის 4-ით მეტი, ხო? ამიტომ ჩვენი შეკითხვა იყო სულ რამდენი არის ვაშლის რაოდენობა, ამიტომ ვაშლის რაოდენობა გამოგვია 6 ტოლი, ანუ E პასუხი.